ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა. მიხეილ სარჯველაძე 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში პირველი მოადგილე. 2020 წლიდან არის საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვიყოთ წარმატებულები. დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და იმავდროულად უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ჩემ პასუხისმგებლობას, დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც გამაჩნია და რომელიც უთვლი, რომ არის ამ ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მქონე, ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან ერთადაც, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა. იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ იქნება ეს თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის თითოეული დევნილი, წელგამართული შეხვდეს იმ მომენტს, სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას.